მოგესალმებით, თქვენ უყურებთ რეგიონის დღის მთავარ ამბებს, სოლიდარობა მზია მაღლობელს და ყველა სინდისის პატიმარს. იყო თუ არა ჩუდოს იოგურტში თაგვი. წარმოებელი კომპანია ვილბილდან საქართველო თითქმის 2 კვირაა ჩვენს დასმულ კითხვებს არ პასუხობს. კომპანია ჩვენს ჟურნალისტ სოფლის ნობათის Facebook გვერდის საშუალებით ეკონტაქტება და გვეუბნება, რომ შესაბამისი ორგანო დაგვიკავშირდებოდა. თუმცა ამაოდ ჩვენ კომპანიასთან კომუნიკაციის მცდელობას ვაგრძელებთ. საუბარია 23 მაისს ოზურგეთში მომხდარ ამბავზე, რა დროსაც მომხმარებელმა დაწერა, რომ ჩუდოს იოგურტში თაგვი აღმოაჩინა. სურსათის ეროვნულ სააგენტოში გვეუბნებიან, რომ მოიკითხავენ ამბავს. შემთხვევამ დიდი გამოხმაურება გამოიწვია სოციალურ მედიასა და საზოგადოებაში. ჩვენი გადამღები ჯგუფი ქვემო ქართლში იმყოფებოდა, რათა დაეთვალიერებინა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ის პროექტები, რომლებიც შშმ პირების, ხანდაზმულების ინტეგრაციას და მხარდაჭერას ისახავს მიზნად. სენის პროექტის ფარგლებში ქვემო ქართლში 6 პროექტი დაფინანსდა, რომელთა ნაწილის შესახებ ინფორმაცია შეგიძლიათ ნახოთ ჩვენს მიერ მომზადებულ მასალაში ვებგვერდზე. მანამდე კი გთავაზობთ ვიდეოს დმანისის მხარდაჭერის სახლის შესახებ, რომელიც ხანდაზმულების ინტეგრაციის მიმართულებით 2021 წლიდან მუშაობს. რომელ ენაზე უნდა ვთქვა? ვაშა. რომელ ენაზე უნდა ვთქვა? ბავშვი. რომელ ენაზე უნდა ვთქვა? ლაშა. რომელ ენაზე უნდა ვთქვა? მახში. წუთი სოფელო, წყარო რომ დაშრეს, როგორც დაუშვათ წყარო ლატინებს, ვაიმე ამდენ ჯიშიან ბავშვებს. რომელ ენაზე გამანათვლინებ? როცა ეს პროექტი დაიწყო, პირველ ხანებში ნაკლები იყვნენ ბავშვები, მაგრამ იყვნენ ძირითადად უფრო დაწყებითი კლასის ბავშვები და ყველა მასწავლებელს გვიწევდა კვირაში 1 ან 2 დღე. მე მაგალითად სამშაბათობით ვამეცადინებდი ხოლმე და იყვნენ დაწყებული მე-4 კლასიდან მე-10 კლასის ჩათვლით. სხვათაშორის 1-2 აზერბაიჯანელი ბავშვი იყო და მე პირადად ვეხმარებოდი რა თქმა უნდა ჯერ ქართულში, მერე ისტორიაში შემეძლო ცოტა გეოგრაფიაში. დანარჩენი მასწავლებლები თავიანთი პროექტებით ასწავლიდნენ და ასე მიდიოდა, მაგრამ ეს ძალიან კარგი პროექტი იყო. ბავშვებსაც დაეტყოთ, მინდა გითხრათ, რომ ეს ყმაწვილი ჩემი ყოფილი მოსწავლის ვაჟია. თქვენ ახლა იმყოფებით ოფისში, რომელიც დმანისისთვის მომავლის პროექტად ითვლება და ეს არის ცენტრი, რომელშიც ყველა სიამოვნებით მოგზენდება. აქ მოსვლა შეუძლიათ არა მარტო 60+ ხანდაზმულებს, არამედ ახალგაზრდებს, რომლებიც ხანდაზმულებთან საინტერესო დროს ატარებენ. ეს ცენტრი გაიხსნა 2021 წელს. პირველ ეტაპზე იყო მხოლოდ შინმოვლის პროგრამა, ხოლო მოგვიანებით 2022 წელს ძალაში შევიდა უკვე მეორე მიმართულებაც, ეს გახავთ დღის ცენტრი, რომელშიც ხანდაზმულები დადიან, იმიტომ რომ თავისუფალი დრო მათთვის თავისუფალი დრო გაატარონ შინაარსიანად. დღის განმავლობაში ხანდაზმულებს შეუძლიათ გაერთონ სამაგიდე თამაშობით, ჩაერთონ სხვადასხვა მიმართულების აქტივობებში, მაგალითად თოჯინების თეატრის სპექტაკლებში, ასევე მუსიკალური ნომრების შესრულებაში, ცეკვისა და სიმღერის წრეებში, ასევე სპორტულ ღონისძიებებში მამაკაცები უფრო მეტად დაკავებული არიან ჭადრაკის წრით, ნარდის წრით. ქალბატონებს ძალიან უყვართ აგრეთვე ხელსაქმის კეთება, რისთვისაც სიამოვნებით ხარჯავენ დროს, რესურსს ხშირად თვითონ პოულობენ და მერე აკეთებენ საინტერესო ნაკეთობებს, რომელ ნაკეთობებსაც ხშირად გამოფენებზე გაიტანენ ხოლმე და იმ აღებული ფულით, რასაც მოიპოვებენ თავიანთი ნაშრომი და ასევე დღის ცენტრის კეთილდღეობისათვის იყენებენ. ჩვენი ყოველდღიური აქტივობა გვინდა რომ იყოს განსხვავებული, ამიტომაც სულ ძიებაში ვართ მათთან ერთად, რა თქმა უნდა, რა მოეწონებათ, როგორ უნდათ მომავალი დღე იყოს საინტერესო მისთვის, როგორ დავგეგმოთ, რა გავაკეთოთ და მათი სურვილია, რომ ხშირად იყვნენ ბუნებაში, ნახონ ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, რისთვისაც ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ პროექტის ხელმძღვანელებთან ერთად, რომ
ბევრი ექსკურსია მოგვეწყო საქართველოს სხვადასხვა კუთხეში და ექვენათ ენახათ კულტურული ღონისძიებები, როგორიც იყო მაგალითად მარგიანიშვილის თეატრის სპექტაკლები და რუსთაველის თეატრის სპექტაკლები. არა, შენ თვითონ გააკეთე, შენ მხოლოდ მიხსნე. მე მოვიდეს. აქედან ითქვა, აი მაგალითად ფოტოს გადაღება. აქ ვასწავლდი პროგრამირებას, მე შევისწავლე, შენ ვასწავლდი ბავშვებს და ხანდაზმულებს და დღესდღეობით თავად პროგრამირება ძალიან განვითარებული სფეროა, კოდინგობა და აუცილებელიც კი არის, რომ რაღაც დონეზე ყველა მიცოდეს კოდინგი. ყოველ დღე მოვდიოდი ხალისით, რადგან ამ სფეროს ვარ დაინტერესებული და ზოგადად მინდა რომ ამ სფეროს გავყვე და რა ქვია, ბავშვებთანაც ესეთი კარგი ურთიერთობა ქონდა და გულდასმით და კარგად გვისმენდნენ ისინი და აუს რასი არ ეგეთებოდნენ ესენი. ყველაზე ასაკიანი ვისაც ვასწავლდი იყო 18 წლის ქალბატონი იანს. აი აქ დააჭირა. 4 აეროდრომზე 40-ზე მეტი დაზიანებული რუსული თვითმფრინავი, უკრაინული დრონები და რუსული თვითმფრინავები, სამშვიდობო მოლაპარაკებები თურქეთში. საკითხებზე გვესაუბრება ია მეურიშვილი. გთავაზობთ ვიდეოს. უკრაინული დრონები და რუსული თვითმფრინავები, სამშვიდობო მოლაპარაკებები სტამბოლში და შეერთებული შტატების რეაქცია იმაზე, რაც მოხდა დღეს რუსეთში. ეს არის ის სამი ძირითადი თემა, რომელზეც სულ რამდენიმე წუთით მინდოდა დღეს მესაუბრა თქვენთან. და მე გამარჯობა, მე ია მეურბეშვილი ვარ. დღეს არის 1 ივნისი, ვაშინგტონის დროით დაახლოებით საღამოს 7:30 და დავიწყებ სწორედ ამ თარიღით. მოგეხსენებათ 1 ივნისი არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე და ვისურვებდი, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით, არა მხოლოდ დღევანდელ დღეს, არამედ წელიწადის ყოველ დღეს თითოეული ბავშვის უფლება იქნას დაცული იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ უსაფრთხო და დაცული ცხოვრება და გაზრდის საშუალება, მათ შორის რა თქმა უნდა გულისხმობ იმ 10,000 უკრაინელ ბავშვს, რომლებიც რუსეთმა გაიტაცა უკრაინიდან სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ უკრაინიდან რუსეთში. ანუ უკვე საკმაოდ მნიშვნელოვანი თარიღია დღეს, მაგრამ ამ თარიღს ასევე 29 წლის წინ ემთხვევა დღე, როდესაც უკრაინამ საბოლოოდ გადასცა რუსეთს საკუთარი ბირთვული არსენალი. 1996 წლის 1 ივნისს ბოლო ბირთვულმა ქობინმა დატოვა უკრაინა, რის საფუძველზეც, რის შედეგადაც უკრაინამ უარი თქვა იმაზე, რომ ის იქნებოდა ის არის ბირთვული სახელმწიფო და ეს მოგეხსენებათ ეფუძნება ეგრეთ წოდებულ ბუდაპეშტის შეთანხმებას, რომლის თანახმადაც შეერთებული შტატები, დიდი ბრიტანეთი და რუსეთი უკრაინას ტერიტორიული მთლიანობის გარანტიას აძლევდნენ ბირთვული არსენალის რუსეთისთვის გადაცემის სანაცვლოდ და ის სწორედ დღევანდელ დღეს 29 წლის წინ დამთავრდა ეს პროცესი. საინტერესო თარიღია, რა თქმა უნდა, არ მინახავს მე არსად ის, რომ სპეციალურად ამ თარიღს იმიტომ დაემთხვა დღევანდელი თავდასხმა რუსეთზე, რომ ის უკავშირდებოდა ბირთვული არსენალის გადაბარებას რუსეთისთვის თუ ჩაბარებას საერთაშორისო თანამეგობრობისთვის, თუმცა საინტერესო დამთხოვაა ჩემი აზრით. მაგრამ რა ვიცი, შეიძლება გამოჩნდეს რაღაც მომენტში, როცა უფრო მეტი ინფორმაცია გვეცოდინება იმაზე, რაც მოხდა დღეს. და ახლა კი იმაზე უშუალოდ რა მოხდა დღეს. დღეს უკრაინამ იერიში მიიტანა რუსეთის 4 სამხედრო საჰაერო ბაზაზე. იერიში იქნა მიტანილი 117 უპილოტო საფრენი აპარატით, იგივე დრონით. ეს იყოს 3 სხვადასხვა დროის სარტყელში, ანუ სხვადასხვა დროს, სხვადასხვა დრო იყო ამ თანადროული და კოორდინირებული თავდასხმის დროს, თავდასხმის განმავლობაში, როგორც გითხარით, ეს იყო 4 სამხედრო ბაზა რუსეთში, რუსეთის სხვადასხვა რამდენიმე რეგიონში და ამ დროის მონაცემებით ვიცით ის, რომ სავარაუდო ფინანსური ზარალი, რაც რუსეთმა მიიღო ამ თავდასხმის შედეგად, არის დაახლოებით 7 მილიარდი დოლარი. ეს უკავშირდება 41 თვითმფრინავის განადგურებას, იქ რა თქმა უნდა, არა მხოლოდ თვითმფრინავი, არამედ ინფრასტრუქტურაც დაზიანდა, განადგურდა ამ სამხედრო ბაზებისა და ეს 41 თვითმფრინავი არის რუსეთის სტრატეგიული სამხედრო ავიაციის დაახლოებით 34%.
სტრატეგიული სამხედრო ავიაცია ნიშნავს იმას, რომ ძალიან ხშირად გვესმის ხოლმე ეს, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ვსაუბრობთ ამაზე, გამომდინარე იქიდან, რომ სტრატეგიული ავიაცია არის სტრატეგიული ბირთვული ავიაცია არის იმ თვითმფრინავების ფლოტი, რომლებსაც შეუძლიათ ბირთვული ქობინების გადატანა და გაშვება. ანუ შეუძლიათ ბირთვული იარაღით დაბომბვა ამ თვითმფრინავებს და როგორც გითხარით 34% 1/13-ზე მეტი დღეს უკრაინის მხარის მიერ იქნა ან განადგურებული, ან მნიშვნელოვნად დაზიანებული. ამ ინფორმაციას ავრცელებს უკრაინის ოფიციალური კიევი და თუმცა საერთაშორისო მედიაში უკვე არაერთი გამოხმაურება, არაერთი ექსპერტი საუბრობს იმაზე, რომ განადგურებულია რამდენიმე ისეთი თვითმფრინავი, რომელიც რუსეთში აღარც კი იწარმოება და ამასთან ერთად რამდენიმე სახეობის ისეთი თვითმფრინავები, რომლებიც რუსეთის ბირთვული ტრიადის ნაწილს შეადგენს. ანუ ისინი მნიშვნელოვანი კომპონენტია იმისთვის, რომ რუსეთმა შეძლოს ბირთვული იარაღის გამოყენება. ანუ ეს ბაზები არ იყო შემთხვევით შეერჩეული, რა თქმა უნდა, და ამასთან ბირთვულთან ერთად, რა თქმა უნდა, უფრო მნიშვნელოვანი არის ის, რომ ამ ბაზებზე იყო თვითმფრინავები, რომლებიც ყოველდღიურად დღეში ზოგჯერ რამდენჯერმე ბომბავენ უკრაინულ ქალაქებს შორი რადიუსის იქნება ეს რაკეტებით, ბომბებით. ასე რომ აი ეს არის ამ ფაქტუალური ინფორმაცია, რაც ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ვიცით. რუსეთის მხარე ამ ინფორმაციას არ ავრცელებს, რა თქმა უნდა, ტასის ინფორმაციით რუსეთმა შეძლო ზოგიერთი თავდასხმის თუ უკრაინის მიერ დრონებით განხორციელებული თავდასხმების აღკვეთა. ეს შესაძლოა იმაზეც მიუთითებდეს, რომ 4 ბაზასთან ერთად შესაძლებელია, რომ იყო კიდე სხვა დამატებითი ბაზები, რომლებზე თავდასხმაც რუსეთმა აღკვეთა, თუმცა გავრცელებული ვიდეო მასალის საფუძველზე რთულია იმის თქმა, რომ ეს თავდასხმები აღიკვეთა, დარწმუნებული ვარ, ნანახი გაქვთ უკვე ზოგიერთი ეს კადრი. როგორ მოხდა ახლა ეს თავდასხმა, როგორც ჩანს ის იგეგმებოდა დაახლოებით წელიწად ნახევრის განმავლობაში, 1 წლის 6 თვის და 9 დღის განმავლობაში, ასე გავრცელდა ინფორმაცია და დრონების გადატანა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე მოხდა, ყოველ შემთხვევაში უკრაინიდან თუ სადმე სხვა ტერიტორიიდან რუსეთში ჩატანა მოხდა ცალკე. ამის შემდეგ უკრაინულმა მხარემ, უკრაინის დაზვერვის სამსახურმა SBU-მ გააკეთა არა მხოლოდ ამ სატვირთოების მობილიზაცია, რომლებსაც საშუალება ჰქონდათ, რომ ისრულიყვნენ ბაზებთან ახლო საკმარისად ახლო ტერიტორიაზე, რომ იქიდან დრონებს შესძლებოდათ ფრენა, არამედ დაიქირავა მათთვის რუსი მძღოლები, სავარაუდოდ ეს მანქანები, სატვირთო მანქანები დადიოდნენ უკვე რუსეთში, ანუ მათ ეს არ იყო მათი პირველი წასვლა-წამოსვლის შემთხვევა. დრონები, როგორც ჩანს, იყო სახურავში დამალული, ხის კონსტრუქცია იყო, ხის ყუთები იყო მათთვის შეკრული სახურავში, რომელიც არ ჩანდა და თავდასხმამდე რამდენიმე წუთით ადრე მოხდა ამ სახურავის გახსნა დისტანციურად და დრონების გამოშვება იქიდან. აი ეს არის ის, რაც ვიცით აქამდე. უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, როგორც ჩანს, პირადად მონაწილეობდა ოპერაციის დაგეგმასა და ჩართული იყო ბოლომდე ამ ოპერაციის დეტალებში და მან თქვა, რომ თავდასხმის შემდეგ გააკეთა მან სოციალურ ქსელში მისი ყოველდღიური მიმართვის ფორმატში განცხადება და თქვა, რომ თითოეული ადამიანი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე ჩართული იყო ამ ოპერაციის დაგეგმასა და აღსრულებაში, უკრაინაში დაბრუნდა მანამ სანამ ეს თავდასხმა მოხდებოდა. ეს ვიცით, მოკლედ უკრაინული მხრიდან ამ ეტაპისთვის. ახლა რა ხდება მოლაპარაკებებთან დაკავშირებით, ესაც მნიშვნელოვანია, ხვალ 2 ივნისს სტამბოლში დაგეგმილია მორიგი შეხვედრა უკრაინულ და რუსულ მხარეებს შორის. შეერთებული შტატები უკვე დიდი ხანია რუსეთს თხოვს, რომ მან გაუზიაროს
უკრაინას ან მხოლოდ შეერთებულ შტატებს მოლაპარაკების ის მოთხოვნებითვის სია, რომელსაც რუსეთი ითხოვს სამშვიდობო მოლაპარაკებასთან, ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებასთან დაკავშირებით. რუსეთს ამ ეტაპისთვის არ აქვს ეს სია გაგზავნილი, ეს დაადასტურა დღეს ინტერვიუში გენერალმა კელოგმა, რომელიც არის პრეზიდენტ ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინისა და რუსეთის მოლაპარაკებებში. და ასევე ვიცით ის, რომ უკრაინამ გაუგზავნა რუსეთს უკვე მოთხოვნა, უკრაინა თავდასხმის შემდეგ უკრაინა რუსეთს თხოვს უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებების დაწყებას, პატიმრების თუ ტყვეების გათავისუფლებას, ყველა ტყვის გათავისუფლებას და უკრაინიდან გატაცებული ბავშვების უკრაინაში დაბრუნებას. ეს არის სამი პირობა, რაზეც ვიცით, რომ უკრაინამ შესთავაზა რუსეთს. რუსული დელეგაცია უკვე ჩავიდა სტამბოლში, ამის ამსახველი ვიდეო კადრები უკვე გავრცელდა სოციალურ ქსელებში. რუსულ დელეგაციას არ გაუკეთებია ოფიციალური განცხადება არც ჩასვლასთან, არც მოლაპარაკებასთან და არც თავდასხმასთან დაკავშირებით, მათ თქვეს, რომ განცხადებას გააკეთებენ ხვალ. უკრაინულ მხარეს უხელმძღვანელებს უკრაინის თავდაცვის მინისტრი როსტემ უმაროვი და რუსეთის მხრიდან იქნება იგივე წარმომადგენლობა, რაც იყო წინა შემთხვევაში და ეს ასევე არის ის წარმომადგენლობა, რომელიც თავდაპირველად 2022 წლის აპრილში აწარმოებდა უკრაინასთან მოლაპარაკებას, რომელიც შემდეგ უკრაინამ დატოვა რუსეთის მხრიდან მოთხოვნილი შეუსრულებელი პირობების გამო. და ბოლოს შეერთებულ შტატების რეაქცია შეერთებულმა შტატებმა ერთადერთი ოფიციალური ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის რაც გვაქვს ინფორმაცია არის ის რომ შეერთებულმა შტატებმა თეთრმა სახლმა არ იცოდა ამ თავდასხმის შესახებ ეს ინფორმაცია ასევე დაადასტურა უკრაინულმა მხარემაც ეს ალბათ არ არის გასაკვირი გამომდინარე იქიდან რომ სცოდნოდა შეერთებულ შტატებს შესაძლოა ეთქვა რომ ეს თავდასხმა არ განეხორციელებინა და უკრაინულ მხარესაც აქვს სრული სუვერენული უფლება იმისა რომ დაგეგმოს ნებისმიერი ოპერაცია რომელიც ფიქრობს რომ ის თავდაცვას უზრუნველყოფს. ეს ვიცით ამ ეტაპზე ოფიციალური ვაშინგტონიდან, თუმცა სხვა წყაროებიდან იქნება ეს სენატის მხრიდან, წარმომადგენელთა პალატის მხრიდან ასევე როგორც ჩანს მარკო რუბიო ასევე საუბრა საგარეო საქმეთა მინისტრ ლავროვს თუმცა არა ცნობილი არ არის ეს თავდასხმამდე მოხდა თუ თავდასხმის შემდეგ, მაგრამ დღეს გაიმართა მათ შორის საუბარი და სენატიდან არის წამოსული ძალიან მტკიცე და ესეთი მკაცრი განცხადება თუ ჯერთი აქებენ რა თქმა უნდა უკრაინის ამ ძალიან გაბედულ სამხედრო ოპერაციას, რაც ფაქტობრივად უპრეცედენტოა თანამედროვე სამხედრო ისტორიაში და ასევე ლინზი გრეიმი მაგალითად ადამიანი რომელიც არის ძალიან სენატორი რომელიც არის ძალიან ახლო მოკავშირე პრეზიდენტი ტრამპისა და ასევე დიდი გულშემატკივარი უკრაინის თავისუფლების და დამოუკიდებლობის მან განაცხადა ჩინეთს მოუწოდა რომ ჩინეთმა უნდა შეწყვეტოს რუსეთის მხარდაჭერა წინააღმდეგ შემთხვევაში უნდა დაუპირისპირდეს თუ თვალი უნდა გაუსწოროს სანქციებს რომლებიც შეიძლება მათ დაუწესდეთ. ლინზი გრეიმზე ერთ იმას დავამატებ კიდევ რომ ის არის ინიციატორი სანქციების ახალი პაკეტისა რომელიც შემუშავდა შეერთებულ შტატების სენატის მიერ. სენატში მოგეხსენებათ არის 100 წევრი და ამ 100-დან 82 კანონპროექტს მხარს უჭერს. 82 სენატორი არის ვეტოს დამძლევი უმრავლესობა. იმ შემთხვევაშიც კი თუ რაღაცა მიზეზის გამო მაგალითად პრეზიდენტმა ტრამპმა გადაწყვეტა რომ მას ვეტო დაადოს, სენატს აქვს საშუალება იმისა რომ მისი ვეტო დაძლიოს. წარმომადგენელთა პალატაში ეს კანონპროექტი სავარაუდოდ გაივლის, იმიტომ რომ რესპუბლიკელებს იქ ძალიან მცირე უპირატესობა აქვთ და რესპუბლიკელებს შორის არის არაერთი კონგრესმენი, რომელიც სანქციების პაკეტს მხარს უჭერს. ასე რომ უნდა დავალოდოთ, ამაზეც დავნახოთ რა მოხდება, სავარაუდოდ სანქციების და მეორადი სანქციების
ეს კანონპროექტი დამტკიცდება შეერთებულ შტატების კონგრესში. ყოველ შემთხვევაში ამ ეტაპზე ასეთი პირი უჩანს და ეს იმიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ სანქციები უწესდება არა მხოლოდ რუსეთს, არამედ სანქციები დაუწესდებათ, მეორადი სანქციები დაუწესდებათ იმ ქვეყნებს, რომლებიც რუსეთს ან ეხმარებიან ომის წარმოებაში, ან ყიდულობენ რუსულ ნავთობს და გაზს ეს არის ძირითადად ეხება მაინც ჩინეთს, ინდოეთს და შესაძლოა კიდევ სხვა ქვეყნებს. ნუ კიდევ ერთხელ როგორც ყოველთვის ვაშინგტონში არა მხოლოდ ვაშინგტონში, ყველა დედაქალაქში, ყველა ოფიციალური წარმომადგენლობა ხელმძღვანელობს იმით, რა განცხადებები შეიძლება გაკეთდეს შეერთებულ შტატებში თეთრ სახლში. უნდა დავალოდოთ და ვნახოთ, ხვალ არის ორშაბათი დილა და სავარაუდოდ განცხადებები იქნება თეთრი სახლის მხრიდან ამასთან დაკავშირებით, მაგრამ აი დღეისათვის ეს ინფორმაცია ჰქონდა საბოლოო ჯამში 1 ივნის უკრაინამ რუსეთზე უპრეცედენტო სამხედრო იერიში მიიტანა, განახორციელა 117 დრონით 4 რუსული სამხედრო ბაზის წინააღმდეგ ერთდროულად და გაანადგურა ან დააზიანა რუსეთის სტრატეგიული ავიაციის დაახლოებით 34%. დღეისათვის სულ ეს იყო, დიდი მადლობა ყურადღებისთვის და დანარჩენი მოგვიანებით. ეს იყო ჩვენს ხელთარსებული დღევანდელი ბოლო ინფორმაცია. მეტი და დეტალური ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენ ვებ და Facebook გვერდს. გმადლობთ რომ გვიყურებთ. ხვალამდე.